Whoa! მოკლედ. Long time no see, ხო? მე გიორგი ვარ, ეს ონორია. კონკრეტულად კი Honor X9D. ან D, როგორც იმით ესე დაუძახეთ და დავბრუნდი. კაი, მოდი ახლა დავისხოთ X9D-ზე საუბარი და პირველ რიგში ალბათ X9D-ს როგორც კი გაიგებთ, მე პირადად ის მახსენდება, რომ თბილისის ყველა წერტილში ამის რეკლამაა და საკმაოდ ბევრი ინფლუენსერსაც დაურიგეს და თითქოს ესე ვთქვათ, კტენიან ამ smartphones, მაგრამ თურმე არ ყოფილა სული ტელეფონი. ანუ პირველ რიგში ძალიან კლასიკური დიზაინი რო აქვს, რო შეხედავ იტყვი იმას, რომ აი სადღაც IP75-66 დაცვა შეიძლება კონდეს ამ smartphones, ხო, ისეთი ვიზუალი აქვს, მაგრამ თურმე IP79K დაცვა აქვს. ანუ პირველი smartphone, რომელსაც ესეთი ტიპის დაცვა აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ smartphone შეგიძლია 2.5 მეტრის სიმაღლიდან ჩამოაგდო, არაფერი არ მოუვა. ასევე წყლის ჭაულს უძლებს. შეგიძლია წყალში ჩადო და ერთ თვეში ამოიღო და კიდე იმუშავებსო. და მოკლედ ძალიან ესეთი გამძლე smartphone აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, მე ამის ეცირებას არ ვაპირებ, მაგისთვის სხვა იუთუბერები არსებობენ. მაგრამ ჩემი არ არის smartphone. ხო და მოკლედ აი მაგის ხარჯზე ვფიქრობ, რომ ძალიან ასწორებს. იმიტომ რომ ძირითადად ეგეთი სტილის დაცვა რა smartphone-ებსაც აქვს. ძალიან უხეში დიზაინი აქვს და ყველას არ ეკნება, ხო? ანუ შეიძლება ვინმე მშენებელს კონდეს მაგალითად, იმიტომ რომ ისეთი დიზაინი აქვს, რომ დავარდეს არ გატყდება, ხო? მაგრამ ეს კლასიკური დიზაინი აქვს და თან რო დავარდეს არ გატყდება. მაგრამ ეს დიზაინი კი ძალიან ნაცნობი და ძალიან სტანდარტულია, ესე რომ ვთქვათ, საშუალო ბიუჯეტური smartphone-ის დიზაინია ნამდვილად. ერთადერთი ვერ ხვდები ესეთი გამძლე smartphone რო გააკეთეს, რომელიც არ ტყდება, რატო გაუკეთეს? აი, ანუ პრიალა კანტები რა შუაშია? აქ, რა შუაშია? ჯერ ხო ანაბეჭდები ძალიან მაგრად რჩება და თან იკაწრება. ანუ რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა მაგარი დაცვა კონდეს, smartphones მაინც იკაწრება. ხო? რატო? ერთადერთი ის მომწონს, რომ ფერების კომბინაცია ლამაზ და რაღაცნაირად Iron Man-ის ფერებია, იქ დამევასა. და საშინლად არ მომწონს, აი ეს Honor-ის წარწერა, ქვევით. იცით რა მგონია? რაღაც სტიკერი აიღო ვიღაცამ, უბრალოდ ამოჭრა და ისე დააკრა. ანუ ძალიან მახინჯია, აი სადღაც რეკლამაში, სადაც ბანერებზე გინახავთ, იქაც კი მაღიზიანებდა, ყოველთვის მაღიზიანებდა და ეხაც ძალიან მაღიზიანებს. ანუ ხო შეიძლება და პირდაპირ Honor-ი დაეწერათ, ხო, ამ ტყავის ზედაპირზე არა, პირდაპირ აიღეს და აი ესე მახინჯად გააკეთეს და ასევე იგივენად არ მომწონს კამერის მოდული. არაფერში არ ჭირდება აი ამ ხელა კამერის მოდული რო კონდეს ამ smartphones-ს, არაფერში. ხო, ორი კამერა აქვს, არაფერი საამაყო, მაგრამ აი ამ ხელა არის და ნუ არის, ხო, თითქოს. და თან ბრტყელია. ბრტყელი როა ეგ მომეწონა, ოკეი, კაი, მაგაზე არაფერს არ ვთქვი. მოკლედ, საბოლოო ჯამში არის ძალიან თხელი smartphone, ხელში ძალიან კომფორტულად ზის და ეგ მომეწონა და ვერანაირად ვერ იტყვი ამ smartphone-ზე, რომ ესეთი გამძლე smartphone-ია. აი ეგ არის პლუსი, მაგრამ მინუსია, რომ პრიალაა. ძალიან პრიალაა, ხალხო, ანუ ძალიან არ ვიცი ვიდეოში რამდენად კარგად გამოჩნდება, მაგრამ ძალიან პრიალებს. Baby, ¿dónde has visto a alguien como tú? Que camina con ese tumbao, con esa actitud. Dime dónde venden en la tienda alguien como ეკრანიც სწორედ ისეთი აღმოჩნდა, რასაც არ ველოდი ამ smartphone-ისგან. ანუ ძირითადად საშუალო ბიუჯეტურ smartphone-ებში რაღაც მომენტში შეგვიებული ხარ იმას, რომ ეკრანი არ ექნება სასწავლად კაი, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში Honor-მა გამოიყენა 679 ინჩიანი OLED პანელი, 120 Hz-იანია და პიკური განათება, ну, რაღაც კონტენტის ყურების დროს გვაქვს 6000 ნიტი. ანუ ძალიან ბევრი 6000 ნიტი. და გასაგებია, რომ ყველგან არ არის, მაგრამ ისედაც გარეთ როცა ვართ, ეხა მაინც და მაინც მზიანი ამინდია და ძალიან საზიზღარი ამინდია გარეთ, მაგრამ ამის კვალობაზეც ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი ეკრანზე. ხო და ზოგადად, აქაც კიდე ზოგადად ვიტყვი რა, როდესაც საშუალო ბიუჯეტური smartphone გვიჭირავს ხელში, ხედვის კუთხეები არ გვაქვს იდეალური. ანუ, როგორც კი დავხრით ეკრანს, აი, ხო არის ეკრანი. როგორც კი ესე დავხრით, იცვლის ხოლმე ფერებს. და მაგალითად, გვერდიდან რო უყურებ, სხვა ფერები გვაქვს და რაღაცნაირად გამოიყურება ეკრანი, ცოტა არ იყოს და თვალსაც გტკენს. ანუ, დარწმუნებული ვარ, იცით ხარ რაზე მაქვს საუბარი. ხო და ამ შემთხვევაში ეგ არ ყოფილა. ანუ არა აქვს ეგ მომენტი, ანუ როგორც არ უნდა დახარო smartphone, ყველა მხრიდან ზუსტად იგივენაირად ჩანს და ეგეც მომეწონა. არ ველოდი არც ამას, რომ ანუ ესეთ ფასში შეიძლება ესეთი კაი ეკრანი გამოიყენო. მოკლედ, ძალიან კაი სიტუაცია გვაქვს აქაც ეკრანზე. ხედვის კუთხეები მომეწონა, სიკაშკაშეც მომეწონა, ძალიან კაი დაბალანსებული ფერებია, არ გვაქვს ზედმეტად სატურირებული. თითქოს და ესე, არ ვიცი, კარგად გამოჩნდება თუ არა, მაგრამ Facebook-ის ლოგოს რო დააკვირდეთ, თითქოს ძალიან ლურჯია. ვეცდები რომ ფერები მაქსიმალურად კარგად დავსვა, მაგრამ ძალიან ლურჯია, მაგრამ ისეთ დონეზე ლურჯი არ არის, რომ აი Samsung-ს როს ჩვევია, სადაც ძალიან არაბუნებრივი ლურჯია, ეგეთი ფერი არ არის მოკლედ. ხო რა.
მიხდის მოკლედ რაზე მაქვს საუბარი, რომ ეკრანი ამ smartphone-ზე გვაქვს ძალიან კაი და კიდევ ერთი პუნქტია, რაც არ ველოდი მოკლედ ამ smartphone-ისგან. კაი, წარმოდების ნაწილში, ზუსტად ისეთი წარმოდობა აქვს, რასაც ელოდებით ამ smartphone-ისგან. ანუ არც მეტი, არც ნაკლები. იმიტომ რომ არ ვითხოვთ ამ საშუალო ბიუჯეტური smartphone-ისგან, რომ გქონდეს ფლაგმანისნაირი წარმოდობა, ანუ თამაშებში რომ მაგრად იმუშაოს. არა. თამაშებში იცით როგორ მუშაობს, ძალიან დაბალ გაფართოებაზე რო ჩავრთოთ რამეც და ძლიერი თამაში, რაღაც მომენტში კი გაკაჩავს და იმუშავებს, მაგრამ იმდენად არაკომფორტულია გეიმინგი, ოთხოში მე არ მომეწონა რომ ვერ გირჩევთ, ხო, გეიმინგისთვის, მაგრამ მომეწონა როგორც მუშაობს ყოველდღიურობაში. ანუ ოპერატიული გვაქვს 8 ან 12 გიგაბაიტი და აპლიკაციებს შორის გადასვლა, გადმოსვლა იმის ხარჯზე ხდება ძალიან კარგად, რომ გახსნილს ინახავს აპლიკაციას და დიდხანს. ხო, ანუ ძირითადად ოპერატიული სწორედ მაგაზეა ორიენტირებული smartphone-ში, რომ ერთი აპლიკაცია რო ჩაკეცეთ, როგორც კი ამოკეცავთ, ნებისმიერ სხვა მომენტში იმუშაოს სწრაფად, ანუ გახსნილი იყოს და ხელახლა არ უწევდეს გახსნა. და როდესაც ხელახლა იხსნება, რა თქმა უნდა, მაშინ smartphone-ი უფრო ჭედავს, უფრო ნელი ხდება და ასე შემდეგ. რაც ძირითადად ბიუჯეტურ smartphone-ებში ხდება. ხო და აქ ეგ პრობლემა არ გვაქვს, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად მუშაობს და სწორედ ეგ მომეწონა მოკლედ ამ smartphone-ში. ანუ ყოველდღიურობაში რომ მუშაობს ძალიან კარგად, არცად არ ჭედავს და არანაირი ლაგი ესე არ გვაქვს, ეგ არის მთავარი ჩემი აზრით. იმიტომ რომ ამ smartphone-ისგან ისევ და ისევ ბევრს არაფერს არ ვითხოვთ. You better say it to my face or don't say it at all, ho. 'Cause I'm really the shit. I don't smoke, I levitate, meditate. I'm high as the sky and shit. LVs on my face, I don't see the hate. I'm perfect timing it. Anything I want in this world, it's mine. Pisho, რასაკეთებ? Pisho, რატომ მიშლი Pisho? ოკეი, ხა მოდი ვილაპარაკოთ კამერებზე, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში შევამჩნია ისეთი ტენდენცია, რომ როდესაც ახალ smartphones ეძებს ხალხი, ყველასთვის პრიორიტეტი ასე თუ ისე კამერა გახდა. და მაგიტომაც არის სწორედ რომ ახალი smartphone-ები რო გამოდიან, ძირითადად პრეზენტაციაზე მაინც კამერაზე ლაპარაკობენ და თითქმის ყველა რევიუერი ყველაზე დიდ დროს უთმობს ხოლმე კამერას. არ აქვს მნიშვნელობა კამერა ფონია თუ არა. ხო და იმიტომ რომ შეეჩვია მაინც არის არ უნდა იყოს ხალხი, რომ ბიუჯეტურ ტელეფონშიც ნორმალური წარმოდობა გვაქვს, ელემენტიც სადაც ერთდღიანი გვაქვს და გვინდა რომ გქონდეს კაი კამერა. ამ შემთხვევაში კაი კამერის რა მოგახსენოთ? თავარი კამერა გვაქვს აქ 108 მეგაპიქსელიანი და მეორე 5 მეგაპიქსელიანი ultra wide გვაქვს და როგორ გითხრათ, ანუ არის რა. ხო, ანუ ეხლა ხედავთ თქვენ მაგალითებს ფოტოების და ხედავთ რომ მე მგონი მაინც და მაინც იდეალური სიმკვეთე არ გვაქვს, ანუ ძალიან რაღაცნაირად soft ფოტოები, ანუ ხედავთ რასაც გულისხმობ ახლა, დეტალიზაციით არ გამოირჩევა, თუნდაც 108 მეგაპიქსელიანი რო ავიღოთ და მთლიანობაში რავი, როგორი კამერებია იცით, უბრალოდ რომ მოდიქოთ, ან მოვწიჭკოთ, რომ კამერა აქვს ტელეფონს, ეგეთია. შეიძლება ყოველდღიურობაში გამოიყენოთ, რა თქმა უნდა რა, მაგრამ ძირითად შემთხვევაში კამერისთვის ამ smartphones არ იყიდი. ეგრე. ხო რა. წავა. კაი, არ ვიცი, ვინმეს თუ გაინტერესებს თუ როგორ იღებს წინა კამერა. Full HD გაფართოება აქვს მაქსიმუმ 30 FPS-ით, თან მოძრაობა, თან სტაბილიზაცია ვნახოთ, მაგრამ ხედავთ როგორი ხარისხიც არის, მოკლედ იდეალური ნამდვილად არ არის, მაგრამ ვიდეო კოლისთვის გამოდგება და სელფის გადასაღებათაც რატომაც არა, ეგეც გამოდგება და აქ მოდი ბარემ სიგნალია, ცოტა შევიდეთ შიგნით. აჰა, შვენიერი, გარედან კი შუქი გვაქვს, არ არის ცოტა. კაია. Pisho, რასაკეთებ? თბილია ეს, მოგწონს შემიჩენთა? Pisho. მოგწონს? და როგორც იქნა მივადექით ელემენტს. ხალხო, რანაირად? რანაირად ვიცი, მაგრამ მოდი გავაზვიადებ. რანაირად შეძლო Honor-მა და ამ თხელ smartphone-ში ჩატენა 8300 მAh-იანი ელემენტი. მარტივად სილიკონ კარბონის ელემენტია ზოგადად ამ smartphone-ში, ხო და ძალიან შთამბეჭდავი ციფრია და ზუსტად იგივენაირად შთამბეჭდავად მუშაობს ეს smartphone-იც, ანუ ძალიან თავისუფლად, ძალიან მაგრათაც რო დატვირთო, 2 დღე კაჩავს ძალიან თავისუფლად. თან 66 ვატიანი სწრაფი დამუხტვის ხარდაჭერა აქვს და თან კომპლექტიც კი მოყვება. ძალიან ბევრი რეჟიმი აქვს ამ ტელეფონს ჩაშენებული, თუ როგორ დაზოგოს ელემენტი და როგორ გაახანგრძლივოს კიდე მუშაობა. ანუ ყველა რეჟიმი რო ჩაურთო, ჩემი აზრით, რაღაც ერთი კვირა შეიძლება რომ გაკაჩოს. კაი, გატყოთ ერთი კვირა გაკაჩავს, მაგრამ 4 დღე გაკაჩავს. კაი. ძალიან მაგრად რო დატვირთო 2 დღემდე კაჩავს, საშუალო მოხმარებით 3-4 დღე გაძლებს. თან კიდევ ერთი მაგარი რეჟიმი აქვს, რომ როდესაც ტელეფონი არის 2%-ზე რეჟიმს ჩართავ, მხოლოდ დარეკვა შეგიძლია და მაგ დარეკვის რეჟიმში კიდე სადღაც მე მგონი 5 თუ 6 საათი იმუშავებს, ანუ ძალიან მაგარია. შესაბამისად, უმარტივესად შეგიძლიათ სახინა რო გადიხართ, დატოვოთ power bank-ი ან დამტენი სახში. და კიდე
ამ smartphone-ით შეგიძლიათ სხვა smartphone-ის დატება. უკაბელოდ არა, მაგრამ კაბელი რო შევართ თამაში და მეორე smartphone-ში powerbank-ის როლსაც ასრულებს იმხელა ელემენტი აქვს. მაგრამ ძალიან მომწონს ზოგადად ეს ახალი ტენდენცია, ახალი ტექნოლოგიის ელემენტები. ციკლით რა თქმა უნდა უფრო ნაკლები აქვს ციკლი მუშაობის, მაგრამ საერთო ჯამში ის მაინც ასწორებს, რომ 2 წელიწადში ერთხელ თუ შევსვლით smartphones, დიდად არ შეეტყობა ელემენტს და თან ძალიან მაგარი ელემენტი გვექნება. 8300 მAh, აი ამ თხელ корпуსში. ბრავო. მოკლედ, მოდი ახლა შევაჯამოთ ეს smartphone და ნამდვილად არ არის უსწრაფესი smartphone, ხო? ასევე რა თქმა უნდა, არ აქვს უმაგრესი წარმადობა. მაგრამ არის ძალიან კაი დაბალანსებული smartphone და დაბალანსებულში რას გულისხმობ? გვაქვს კაი ეკრანი და გვაქვს კაი ელემენტი და მთლიანობაში თუ გჭირდებათ ყოველდღიური smartphone, ანუ არ გჭირდებათ კონკრეტულად კამერა, არ გჭირდებათ კონკრეტულად რო გქონდეს, არ ვიცი, ძალიან მაგარი წარმადობა, იმიტომ რომ გეიმერი ხართ მაგალითად, ხო? უბრალოდ გჭირდებათ კაი გამძლე smartphone, რომელიც რო დატენით გაგიქაშოთ კიდე 2 დღე მინიმუმ და ისეთი არ არის რომ მაგალითად თვალები გვეტკინოს, გარეთ როცა ვართ და ვერაფერი ვერ დავინახოთ ეკრანზე. მოკლედ იდეალურია მაგ შემთხვევაში. ფასი ძალიან კაი აქვს ვიზუალურად. მე ფანი არ ვარ, მაგრამ ზოგადად კარგად გამოიყურება მაინც და არ აქვს აგრესიული დიზაინი, მაგრამ აქვს ძალიან მაგარი დაცვა. მოკლედ, მაგარი ელემენტი, კაი ეკრანი, კაი წარმადობა, არა იდეალური, მაგრამ კაი წარმადობა ყოველდღიურობისთვის. კამერები წავარა. მოკლედ, ეგ არის და ეგ. გამოიწერეთ ეს არხი, ასევე გამოვყევით Instagram-ზე, TikTok-ზე. კიდე სამე სადაც ვნახოთ, იქაც გამომიწერეთ რა. ეგ არის და ეგ. წავედით მომავალ შეხვედრამდე, შემდეგ ვიდეომდე. რამეს მოვიფიქრეთ მე.